მას შეეწირა ნარკოლოგიური ცენტრის შეფის თანამდებობა. ეს ახლა მთავარი კითხვა ლევან ჩაკვეტაძე აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა ახალი ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა ბენეფიციარებისთვის, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო წამლის მიწოდება. სწორედ ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, რა მოხდა სისტემაში ისეთი, რომ ლევან ჩაკვეტაძეს მოუწია თანამდებობის დატოვება. ეს იყო ის პროგრამა, რომელსაც ნარკოლოგები ეჭვის თვალით უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს პროგრამა იქნებოდა უშედეგო და ბენეფიციარებს დააზიანებდა. პირველები დილიდან ვცდილობთ, რომ ცენტრის პრესსამსახურს დავუკავშირდეთ, ასევე დაუკავშირდეთ ლევან ჩაკვეტაძის ძმას გიორგი ჩაკვეტაძეს, თუმცა ამ დრომდე პირველებთან კავშირზე არავინ გამოსულა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა ნამდვილად დატოვა. პირველებს უდასტურებენ ცენტრის თანამშრომლები, თუმცა ამბობენ, რომ ჩაკვეტაძე გუშინ სამსახურში მოვიდა და განცხადება საკუთარი ნებით დატოვა, დაწერა და თანამდებობა დატოვა, თანამშრომლებს გამოემშვიდობა, თუმცა არავის უთხრა რა გახდა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი. თანამშრომლების ნაწილმა კი პირველებისგან დღეს გაიგო, რომ მათ შეფი აღარ ეყოლებათ. ლევან ჩაკვეტაძე ჩვენი ინფორმაციით გუშინ სამსახურში მოვიდა, ეს განცხადება დაწერა და თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. ამბობენ, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბატონი ლევანი. ჩვენც გუშინ გავიგეთ, რომ განცხადება დაწერაო და საკუთარი ნებით დაწერა განცხადება. განცხადება დაწერაო და ეხა საკუთარი ნებით თუ ის არ ვიცი. რის საფუძველზე? ამბობენ, რომ ახალ პროგრამას, ჩანაცვლების პროგრამას შეეწირა. მეტადონის პროგრამა რომ გადაიტანა ქალაქგარეთ. ჩვენთვის არ არის ცნობილი. დაგემშვიდობათ თანამშრომლებს, რამე განმარტება გითხრათ, რატომ მიდიოდა? განყოფილებისგან გამგვითხრა გუშინ, რომ განცხადება დაწერა. მხოლოდ ბატონი ლევანი წავიდა თუ კიდევ რამდენიმე ადამიანი? ორი ადამიანი გაყვამას, ჩვენ როგორც არ ვიცი. როდის იყო ბოლოს სამსახურში ბატონი ლევანი? გუშინ ჩვეულებრივად, ჯერ არ მოსულა ადრია. ნახეთ თქვენ გუშინ სამსახურში. თანამდებობიდან როდის გაათავისუფლეს? გუშინ იყო თავისუფლებით, არ ვიცი. არ გაუთავისუფლებიათ თანამდებობა. იყო და წინოს დავტოვებია და წავედი სამსახურიდან, არ ვიცი. გუშინ რა დროს წავიდა სამსახურში? არ ვიცი, 6:30-ზე გავედი მე, ვერ გეტყვია. ჩვენი ინფორმაციით ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახალ რეფორმას შეეწირა. არ ვიცი. ბატონი ლევანი როდის ნახეთ სამსახურში ბოლოს? გუშინ იყო მოსული. დაგემშვიდობათ თუ რატო იყო მოსული? არ დაგემშვიდობათ? არაფერი არ უთქვამს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს? ბატონ ლევანს ვეძებთ ჩაკვეტაძეს. როდის ნახეთ სამსახურში ბოლოს? დღეს მოვა სამსახურში. ის გათავისუფლებულია ჩვენი ინფორმაციით თანამდებობიდან. რაც შეეწირა მისი თანამდებობა? როდის ნახეთ ბატონ ლევანი სამსახურში ბოლოს? გუშინაც ნახე. ხო არ უთქვამს რამე ხარ დაგემშვიდობათ თანამში. ახალ რეფორმას შეეწირაო, ასე ამბობენ. არ ვიცი. ლევან ჩაკვეტაძე ყველაზე დიდი ნარკოლოგიური ცენტრის შეფად 2024 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა. სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია მას აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა და აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელობა. გუშინ კი ის თანამდებობიდან გაუშვეს. ახლა ჩნდება კითხვა, რა დაპირისპირება იყო ასეთი სისტემაში, რომ მას რამდენიმე თვეში მოუწია თანამდებობის დატოვება.